მოგესალმებით. ტერამიცინის სპრეი, ბეტადინი და გამზადებული მაქვს ტამპონისთვის ბინდი. ესთვის მჭირდება, ეხლა ვიგანახებთ. აი ამისთვის ეს ლილო გახლავთ. შეხედეთ. სავარაუდოდ როგორც მეორედ დაჩიპეს, ისე უნდათ მეორედ ამის სტერილიზება და გაჭრეს. ხო და ბოლომდე შეხორცებული არ არის. ბოლომდე შეხორცებული არ არის და ხო მიხვდა რომ ეხლა რაღაც უნდა გავაკეთოთ და ჩათვალა რომ გაქცევით უშველოს თავს. წარე მოგონებები გავუღვით. მოკლედ ვიწყებ ვეტეკიმობას. ცხოვრებაში ყველაფერი გავსინჯე ამის გარდა და გავსინჯავ ამასაც რა ვქნა. შედეგები ნახოთ ბოლოს რა იქნება. მოკლედ რა გამოვიდა. რა თქმა უნდა გაილოკა ეგრევე. ხო და წყალი და საჭმელი დაუვიდი. მეტი რა შემილია გავაკეთო. ხო, საღამოს მეუღლე მოიტანს ნემსებს და მე ვიცი გაკეთება, რაც გამოუწერა ვეტერინარმა და გავუკეთებ. აი ასეა ჩემო კარგიო. უჩივლეთო. იმასო რა ქვიაო, მონიტორინგის სამსახურსო. დალოცველიო, რა გალაპარაკეთ, რაც არიცით. 2018 წლიდან დევს ერთი ჩემი სარჩელი, რომელიც არ გამოხილავთ და 2022-დან უდევთ მეორე სარჩელი. ყველა მაგ ბაჟის ფულები გადახდით, იმას ისინი არც განიხილავენ. ლილუ დაანებე თავი ნულოკავს, საჭმელი ჭამე. აი ასეთი ქვეყანა უახ რა ვქნა.